Google Labs-მა, იგივე Google-ის ლაბორატორიამ დალანჩა გუშინ ახალი ექსპერიმენტი, ახალი პროდუქტი, AI აგენტი, პომელი, რომელიც ბიზნესებს უმარტივებს ბრენდინგსა და მარკეტინგს. ყოველ შემთხვევაში დაპირება ასეთია და მთავარი მიზანიც ასეთია. თქვენი ვებსაიტის ლინკს აძლევთ ამ AI აგენტს Google-ის ლაბორატორიის შიგნით, ის კი ქმნის თქვენი კომპანიის ბრენდის DNM-ს, ლოგოს, ფონტებს, ფერებს, სლოგანს, ღირებულებებს, ტონს, ვიზუალურ მასალებს და ბიზნესის მიმოხილვასაც კი. ამ ყველაფრის საფუძველზე კი ის ქმნის უკვე თქვენი ნებართვით და თქვენი სურვილით კონკრეტულ კამპანიებს, რომელშიც მოცემულია ფოტოსურათები, სათაურები, ქვესათაურები, მოქმედებისკენ მოწოდება და სხვა მარკეტინგული პუნქტები. AI-ის მიერ შექმნილი ეს მასალები შეგიძლიათ დაარედაქტიროთ თქვენი ხელით და შემდეგ უკვე გადმოწეროთ თქვენი სურვილის და მიხედვით. სანამ ჩემს აზრსა და შეფასებას გეტყოდეთ, ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, Google-ის ლაბორატორიაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ინსტრუმენტით, უბრალოდ მხოლოდ ამერიკაში და რამდენიმე სხვა ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, ამიტომ VPN-ის ჩართვა დაგჭირდება, რომ ისარგებლოთ. შეგიძლიათ Google-ის ლაბორატორია პირდაპირ დასერჩოთ, თუ ვერ იპოვეთ ეს ინსტრუმენტი, პრობლემა არ არის. დაწერეთ ამ ვიდეოს კომენტარებში სიტყვა გამომიგზავნე და მე გამოგიგზავნით პირად შეტყობინებებში ამ ინსტრუმენტის ლინკს, თქვენ უბრალოდ VPN-ი უნდა ჩართოთ აუცილებლად, რათა ამერიკაზე გადაერთოთ. რაც შეეხება ჩემს პირად აზრსა და შეფასებას. ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან კარგია ასეთი AI აგენტები, ასეთი ინსტრუმენტები, ასეთი flow-ები, მეც პირადად ვაწყობ ხოლმე ძალიან ხშირად. უბრალოდ ჯამურად ბრენდინგი, მარკეტინგი, ეს ძალიან ადამიანური მოვლენაა, დიდ ადამიანურ ძალისხმევას, ადამიანურ ჩართულებას და ადამიანის შეხებას გულისხმობს. უფრო ზუსტად და მოკლედ რომ ვთქვათ, რაღაცა ისეთ მოვლენას ეხება საქმე, რაც ადამიანის სულს, ხასიათს, ბუნებას, ფიქრებს, ფსიქოლოგიას ეხება საქმე და ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი, კოდი, ვექტორები ცოტა იჭედება ხოლმე, იმიტომ რომ ჯერჯერობით არ გვაქვს ისეთი დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის განვითარების დონე, როცა რაღაცა ისეთის შექმნა შესაძლებელია, რაც ადამიანს თავისი ბუნებიდან გამომდინარე შეუძლია. რაც მარკეტინგის მთავარ დანიშნულებას შეასრულებს და სხვა ადამიანებში, საზოგადოებაში რაღაცა სულის ფორიაქს გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ეს ინსტრუმენტები განვითარების მხოლოდ საწყის ეტაპზე იმყოფებიან და სანამ ტექნოლოგია კიდევ უფრო ბევრად არ განვითარდა და ხელოვნური ინტელექტი არ მიაღწევს AGI-ს, ანუ იმ დონეს, რა დონეზეც ადამიანია, მაქამდე მე პირადად ასეთი ინსტრუმენტების პერსპექტივას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. თუმცა აუცილებლად უნდა დავტესტოთ, ვნახოთ შედეგები რას იძლევა და ზუსტად ვიცოდეთ, რას უნდა ველოდოთ ამგვარი ინსტრუმენტებისგან და ზოგადად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისგან ბრენდინგსა თუ მარკეტინგში.